2012-ში ასე ხონებული რეზუმ მუშაობდა მანდატი შეხვეწებოდა რომ უბრალოდ ჭიშკრის კარის შემიღეო რომ სასამართლოს კადრი გადავიღო ისოსებს გარეშე და ჭიშკრის კარს არ უყურებს სადა ამარი thank you ხონებული მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ხავართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან სადაც რამდენიმე წუთში უნდა განხდეს ზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა მორიგის ხდომა ამ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო 11 ნოემბერს და დღეს 14 ნოემბერს უკვე პროკურორების სიტყვას მოისმენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დღესაც ჩაკეტილია როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში 11 ნოემბერს მაშინაც აქ მოსული მოქალაქეები ჟურნალისტები მზიამაღლობელის გულშემატკივრები არ შეუშვეს სასამართლოს ეზოშიც კი სადაც გადაადგილება არის თავისუფალი არის საჯარო სივრცე მაგრამ იმის მიუხედავად რომ საუბრობთ სასამართლოზე აქ გადაადგილების უფლებაც კი იზღუდება აი ამ ფორმით მანდატურებით განან ჭიშკართან და არ უშვებენ არავის მათი განმარტებით ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სხდომა საუბრობთ ჩატარდება ისე 24 კაციან დარბაზში და არა დიდ დარბაზში რისი დაპირებაც შესაძლოა გასცა ამ საქმის განხილვა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რომ დიდ დარბაზში ჩატარდებოდა სხდომა რადგან წინა შემთხვევაში ძალიან კაფეოდ ისმოდა საპროტესტო შეძახილები იმ ადამიანების რომლებიც დარჩნენ შენობის გარეთ და ვერ შევიდნენ სხდომათა დარბაზში და მაშინ მოსამართლემ გასცა საჯარო პირობა რომ ეს სხდომა ჩატარდებოდა დიდ დარბაზში მაგრამ დღეს ისევ გაურკვეველია იგივე სასამართლოს სხდომათა ჩამონათვალში არ არის მითითებული რომელ დარბაზში გაიმართება მზიამაღლობელის საქმის განხილვა მაგრამ თავად შენობის ეზოში სასამართლოს შენობის ეზოში შესვლა არის თავისუფალი აქ იკრიბებიან ჟურნალისტები მზიამაღლობელის გულშემატკივრები როგორც ახლა აქ მოისმინეთ აპირებენ რომ გადავიდნენ ამ შენობის მეორე შესასვლელთან სადაც მოიყვანენ მზიამაღლობელს ის თავად აპირებს რომ დაესწროს ამ სააპელაციო საჩივრის განხილვას და ამ შენობას აქვს მეორე შესასვლელი საიდანაც შედიან ავტომანქანები ამ სასამართლოს შენობის ეზოში მაგრამ თავად შესასვლელი რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ პირდაპირ ეთერში არის ჩაკეტილი მზიამაღლობელის საქმეზე მისული პირებისთვის ჩვენ ახლა როგორც გავურკვიეთ რაც ჩანს სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩანს რომ სამი სისხლის სამართლის საქმეა დღეს ამ სამი სისხლის სამართლის საქმე განიხილება ამ სასამართლოში მათ შორის ერთი მზიამაღლობელის საქმეა მანდატურებს არ გაუციათ პასუხი კითხვაზე რატომ არ ტარდება ეს სხდომა დიდ დარბაზში რომ კონდეს ყველა დაინტერესებულ პირს ამ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. წინა პროცესიც ეს კარი იყო ჩაკეტილი და ამ პროცესიც სასამართლოს ჭიშკარი არის ჩაკეტილი. რაც შეეხება თავად საჩივარს მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას მის მიმართ გამოტანილი გამოტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებელი განაჩენის მიღებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ასევე გაასაჩივრეს პროკურორებმა. პროკურორები ითხოვენ მზიამაღლობელის დასჯას ისევ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით 353 პრიმა 1 მუხლით რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. როგორც ისეთ მზიამაღლობელს ედავებოდა პროკურატურა პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე და ეს ფაქტი შეაფასა პროკურატურამ როგორც პოლიციელზე თავდასხმა. ხოლო სასამართლომ მზიამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ის გაასამართლა პოლიციის უწინააღმდეგობის გაწევის მუხლით 353 პირველი მუხლი პირველი ნაწილი
რომელიც ითვალისწინებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. და მას შეუფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა უფლებადამცველების ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ ზიამაღლებელი არის პოლიტიკური პატიმარი, სინდისის ტყვე არის და არავითარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს ზიამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება ანუ სილის გაწვნა. მაქსიმუმ შეიძლება იყოს საუბარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაც ასევე არის შეფასების საგანი, მაგრამ სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს როგორც კრიმინალი, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ამის მიუხედავად ზიამაღლობელი გამოგატეს ციხეში, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ის უკვე 10 თვეზე მეტია რჩება პატიმრობაში. ზიამაღლობელი მოგეხსენებათ არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის სახაროვის პრემია მიიღო, მან ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო და ეს პირველი ქართველია, საქართველოს პირველი მოქალაქე, ვინც მიიღო სახაროვის პრემია, რაც ასევე არის იმის ხაზგასმაც, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ზიამაღლობელის სასჯელს არ აქვს სამართლებრივი საფუძვლები, ამიტომაც ის მიიჩნევა სინდისის პატიმრად, რომელიც რჩება უკვე 10 თვეზე მეტია საპატიმრო დაწესებულებაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გააქტიურდა ზიამაღლობელის წინა პროცესზე, გულისხმობს აპელაციო საჩივრის განხილვას. პირველი სხდომა გაიმართა 11 ნოემბერს, სადაც ზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ საქმესთვის დაერთოთ ის განცხადებები, რომელთაც ითხოვდნენ ზიამაღლობელის ადვოკატები მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დოკუმენტს, დიპლომს, რადგანაც ჩვენ მოვისმინეთ თავად მოსამართლე ნინო სახელაშვილისგან, ვინც გაასამართლა ზიამაღლობელი და შეუფარდა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომ მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, ისე განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ აქვს თუ არა მას საერთოდ დიპლომი, ეს ინფორმაცია გამოითხოვეს ზიამაღლობელის ადვოკატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, რომელიც იყო ვალდებული, რომ მოეცა ესაჯერო ინფორმაცია ადვოკატებისთვის, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გასცა როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. მე შეგახსენებთ, რომ მოსამართლის უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. ბატონო ზვიად, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბოდიში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჩაკეტილი ჭიშკარი ზიამაღლობელის საქმეს როცა განიხილავს ქუთაისის აპელაციო სასამართლო და ჩვენ ვერ ვიღებთ ვერნერ პასუხს მანდატურებისგან, თუ რატომ არის ჩაკეტილი, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უსაფრთხოების გამო ვაკეთებთ ამბავსო, თუმცა ეს არის საჯარო სივრცე, სასამართლო წარმოადგენს სახელმწიფოს და ეზოს ტერიტორიაზე გადაადგილება არ უნდა იყოს შეზღუდული ასე დაუსაბუთებლად. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ამბავი? მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ადამიანების შევედით სხდომათა დარბაზში, მეორე ნაწილი იყო გარეთ და ჭიშკარი ჩაუკეტეს და არ შემოუშვეს სასამართლოს ეზოშიც კი. ეს ხო არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ეშინიათ. და რისი ეშინიათ, უბრალოდ ეს უცნობიერებელი სიშია, იმიტომ რომ რის უნდა გეშინოდეს ახლა არავინ არ მოდის ხო სასამართლოს დასაპყრობად. აქ ადამიანები მოდიან, იმიტომ რომ ზია სასამართლოს პროცესს დაესწრონ და მის უმეტეს, როდესაც მოსამართლემ თავად განაცხადა წინა სხდომაზე, რომ ის საგანგებოდ ამ დღევანდელ სხდომას ჩანიშნავს ეს დარბაზში. იმიტომ რომ ხედავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და საზოგადოების ინტერესიც მაღალია და ბევრი მსურველი არის, ვინც ამ სხდომაზე დასასწრებად დღეს გამოვიდა ქუთაისში. არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხედავთ, რომ ახლა აკლია 8 წუთი 2 საათზე სხდომაა ჩანიშნული.
და ჭიშკარი ახლად ჩაკეტილია, არ უშვებენ არავის სასამართლოს ეზოშიც. ის ინფორმაცია, რაც ასევე მოვისმინეთ ჩვენ მზიამოღებელის ადვოკატებისგან და ვინც ესწრებოდა ამ პროცესს, ასევე ამ პროცესზე გაჟღერდა, რაც შეეხება ეგ მოსამართლის უმაღლეს განათლებას, ხო? რომელიც საუბარია ნინო სახელაშვილი, ხო, ვინც მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენი, ხო? ეს ინფორმაცია არის საჯარო წესი, უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსამართლოს საქმე ეხება მოსამართლის უმაღლეს განათლებას. ეს ინფორმაცია დავანებოთ იუსტიციის საბჭო, როდესაც ნიშნავს მოსამართლეებს, მან უნდა თავის გვერდზე ატვირთოს ეს ინფორმაცია და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ყველა მჟავრდებულისთვის, ყველა ადვოკატისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს მიწოდებული ინფორმაცია, რომ ამ მოსამართლეს, რომელსაც მოქალაქის ბედის გადაწყვეტა ევალება, მას უნდა კონდეს უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაცია. თუ ეს არ ექნება, მაშინ რა თქმა უნდა ეს უკვე პრობლემა არის. ესე მეტად ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა სისტემა კრიზისშია, იმიტომ რომ ყავთ მოსამართლე, რომლის განათლების შესაბამისი კვალიფიკაცია გაურკვეველია, არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ დასახელება იმ ფაკულტეტების, რომელიც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეზე გაიარა, არ შეესაბამება სამართლმსაჯულების კვალიფიკაციას და ამას ემატება ისიც, რომ თვითონ აღიარა კიდევაც მან სასამართლოს ხომაზე, რომ მას არც უნივერსიტეტში და არც მოსამართლეთა გადამზადების სკოლაში არ გაუღია სისხლის სამართლის. კი, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ მაქვს და არ მიუღია და შესაბამისად ის იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ის დაუშვეს, იყო მზიამოღებელის. და გამწესდა კიდევაც ამის შემდეგ უკვე უბადო მოსამართლე. მაგრამ ახლა დადასტურდება, რომ მას დიპლომიც არ აქვს არათუ სამართლის კვალიფიკაცია, უკვე გამოდის, რომ უკანონო შემადგენლობამ განიხილა მზიამოღებელის საქმე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთ დროს რევიზიას ექვემდებარება მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენ გავართ ამ დილემის წინაშე, ეს მთელი სასამართლო სისტემა დგას ამ დილემის წინაშე, რომ პასუხი უნდა გასცენ და არის ელემენტარული რაღაცა, გაჩნდა კითხვა, გაჩნდა ინტერესი, ადვოკატმა დასვა კითხვა, რატო წარმოადგენს პრობლემას ის, რომ გამოაქვეყნო დიპლომი, ეს არ არის იმ ტიპის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ასეთ დროს დაექვემდებაროს გასაიდუმლოებას, მით უმეტეს საერთოდ არ არის ეს ისეთი სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, რომელიმე მოქალაქეზე დაიმკვიდროს და მით უმეტეს, როდესაც არის ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. რა კი მალავს იუსტიციის საბჭო, რა კი მალავს თავად მოსამართლე სახელაშვილი, რა კი მოსამართლე მარგველაშვილს და მის თანამოსამართლებს, ვინც ესწრებიან ამ სხდომას, თუ სკوارების სწორად მახსოვს სირაძე და ჯოხაძე. აი ამ მოსამართლეებსაც არ გაუჩნდათ აი ეს განცდა, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია უნდა გახსნას საჯარო. დიდი მადლობა. ეს ვიეთქორიძე იყო ჟურნალისტი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ხართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან, რომელიც დღესაც საკმოსულ მოქალაქეებს, მზიამოღებელის გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და ახლად ისევ ჩაკეტილი ჭიშკარი, დღესაც უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი ამ სასამართლოს ხდომაზე დასწრებას. წინა პროცესზე ძალიან ბევრი მოქალაქეს არ მიეცა ამის შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ არა მარტო ხდომათა დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოშიც კი. ჩვენ ახლა მანდატურებმა გამარტეს მანდატურებმა, რომ ისინი არ უშვებენ მოქალაქეებს ეზოში იმის გამო, რომ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, თუმცა ესეთი ზოგადი გამარტების მიღმა მათ არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ. რას გულისხმობენ ისინი, მაშინ როცა მოქალაქეებს შეიძლება ითქვას, რომ დაუსაბუთებლად უზრდავენ სასამართლოს ეზოში შესვლას და გადაადგილებას. მე არ ვსაუბრობ უზოლ ხდომათა დარბაზში მოხვედრას, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ წინა ხდომაზე ამ საქმის გამხდელმა მოსამართლეები დაპირდნენ აუდიტორიას, რომ შემდეგი ხდომა, დღევანდელი ხდომა ჩატარდეს დიდ დარბაზში, რომ ყველა მხარეს, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მიეცეს ხდომაზე დასწრების საშუალება. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს მზიამოღებელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. ამ საჩივრის განხილვა დაიწყო 11 ნოემბრის ხდომაზე და დღეს უნდა გაგრძელდეს, ასევე 18 ნოემბერს იქნება კიდევ ერთი ხდომა და ამის შემდეგ უნდა მიიღოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება.
მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ბათილაცნობას და გამართლებელი განაჩენის მიღებას, რაც გულისხმობს მზიამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო პროკურორები, მზიამაღლობელის საქმის პროკურორები ითხოვენ ისევ მზიამაღლობელის გასამართლებას პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, თქვენ როგორც იცით, პროკურატურა მზიეს თავდაპირველად ედავებოდა პოლიციაზე თავდასხმას სილის გაწვნის გამო, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არის პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და არა თავდასხმა. ანუ შედარებით უფრო სუბუქი სასჯელი გამოიყენეს მზიამაღლობელის წინააღმდეგ, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო ამჯერად პროკურორები ითხოვენ, რომ მზიამაღლობელი გასამართლეს ისევ იმ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. On Wednesday, you were in the court, you and some other journalists, 2 journalists, right? ეზოში შესვლა რატომ არის შეზღუდული? რის საფუძველზე არის შეზღუდული ეზოში შესვლა? ჩანაწერი გვაჩვენოთ, რომლის მიხედვითაც ეზოში შესვლის უფლება არ გვაქვს რიგით ადამიანებს, ვინც მზიას პროცესებად. არსებობს კანონში რაიმე ტიპის ჩანაწერი, რომელიც გვიკრძალავს ეზოში შესვლას და თქვენ გაძლევთ არა, თქვენ ბიუჯეტიდან ფინანსდებით. ჩვენი გადახდილი თანხი და რა თქმა უნდა. ჩანაწერები გაჩვენეთ. თქვენ მანდატური ბრძანდებით. უნდა მიგვითითოთ კანონი, თუ ასეთი არსებობს, უნდა გითხრათ, რომელი კანონის საფუძველზე მოქმედებთ. კარს ოდესაც კეტავთ, ამავე დროს უნდა იყოს შეიარაღებული ინფორმაციით, რა მუხლის საფუძველზე კეტავთ კარს. განგიმარდეთ. დიახ. რა გამგვიმარდეთ? რა მუხლის საფუძველზე არის კარი ჩაკეტილი? აი 2 საათი საფუძველზე? 2 საათია ზუსტად. That was okay, yeah? პროცესი უნდა იყოს. როგორც ხედავთ, ჟურნალისტები ცდილობენ, რომ მიიღონ განმარტება მანდატურისგან, თუ რატომ არის ჩაკეტილი სასამართლოს ეზოს ჭიშკარი, სადაც აქ მზიამაღლობელი საქმეს დასასწრებად მოსულ პირებს არ ეძლებათ საშუალება, რომ შევიდნენ სასამართლოს შენობის არათუ სწორედ დარბაზში, არამედ შენობის ეზოში, მაგრამ ჩვენ ვერ ვიღებთ პრაქტიკულად ვერნერ განმარტებას მანდატურის სამსახურისგან. კაპიტანი ლიკა, ბოდიში, შეიძლება გაგესაუბროთ? ლიკა ჩახუნაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ლიკა, თქვენთვის რას ნიშნავს ეს ჩაკეტილი ჭიშკარი დღეს მზიამაღლობელის საქმის დასასწრებად მოსული პირებისთვის? გაგრძელება არის იმ რეპრესიული პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. მათ უნდათ რომ განგვდევნონ ყველა საჯარო სივრციდან, ჩვენ დაგვაკარგინეს ცდომა საჯარო ინფორმაციაზე, უნდათ რომ ძალიან გაართულონ სამუშაო პირობები მედიისთვის და ალბათ ეს არის ერთ-ერთი გზა მათ არ ვიცი, შეიძლება ესე ვთქვათ, დასამცირებლადაც, იმიტომ რომ ჭიშკართან ვართ შეჩერებულები. ხო, თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ განცხადებების გაკეთება ბოლო პერიოდში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, არაერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს ხელს გვიშლიან პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში, ხო? ანუ დამძიმდა თქვენი შეფასებით, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ეს ჟურნალისტების სამუშაო გარემო. ძალიან დამძიმდა ბოლო 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველ დღე რაღაც ახალი სამართლებრივი ინიციატივით გამოდიან, მათ საერთოდ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი, ყველა მათი ინიციატივა ემსახურება ჟურნალისტების სამუშაო პირობების გაუარესებას, რასაც შედეგად მოყვება ის, რომ საზოგადოება არის ნაკლებად ინფორმირებული და ალბათ ეს არის სწორედ მათი ამოცანაც და მათი მიზანიც, რომ
რომ ინფორმაცია თავისუფლად არ მოძრაობდეს, როდესაც ჟურნალისტები არიან სასამართლო დარბაზებში, ვიცით რომ ზაფხულიდან უკვე აკრძალულია ტელეფოტო, ვიდეო გადაღება, აუდიო ჩაწერა, მაგრამ ჟურნალისტები იქ მაინც მუშაობენ და ცდილობენ ისე აღწერონ პროცესები, რომ აუდიტორიამ იგრძნოს თუ რა ატმოსფეროა, რა მდგომარეობა, არ მარტო ფაქტობრივ მონაცემებს გადმოსცემენ და მალე შეძლო ესეც შეგვიზღუდო, რომ მობილური ტელეფონებით რომ შევიდეთ ამის საშუალებაც აღარ გვექნება. და ამის გამო ჩვენც განსაკუთრებულად შეწუხებულები ვართ, იმიტომ რომ სიზუსტის დასაცავად, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, პროფესიული სტანდარტი, იმ დროს, როდესაც ამდენი ტექნიკური საშუალება არსებობს, ჟურნალისტს არ უნდა უწევდეს ფანქრის და ფურცლის ამარაყოფნა, როდესაც პროცესები გრძელდება საათების მანძილზე და შეუძლებელია, როდესაც მოსამართლე საუბრობს, თუნდაც პროკურორი, დაცვის მხარე, ბრალდებელი და ისინი იყენებენ ძალიან ლეგალისტურ ენას, ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რომ ადამიანმა ჩაიწეროს, სწრაფად, ოპერატიულად გადასცეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის მათი მიზანიც, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავიდეს, რომ არ ვნახოთ ჩვენ როგორ არიან გადაქცეულები მოსამართლეები ნოტარიუსებად, რამდენი ცრუმოწმე იძლევა ჩვენებას, რომელიც თავიდან ბოლომდე არის შეთხზული და ტყუილი, მაგრამ ამ ყველა უნდა იცოდეს, რომ არაფერი არ რჩება დაფარული და გაუცხადებელი. დღეს შეიძლება თავს ძალიან დაცულად გრძნობდნენ, მაგრამ ყველა დანაშაული, ყველაფერი რაც არის ჩადენილი, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი სასამართლო დარბაზებში, ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და მათ ურჩევნიათ, რომ ამაზე დაფიქრდნენ. მადლობა. ზლიკა ჩახმაშვილი იყო, ჟურნალისტური ეთიკის ქარტის აღმასრულებელი დირექტორი. იურისტი საუბრობს უფლებადამცველი, როგორც ვიცი, მოდით მოვუსმინოთ მას. მათ შორის რას ამბობს ჩაკეტილ ჭიშკარზე სასამართლოსთან. მოგესალმებით, მეც მინდა გთხოვოთ კომენტარი ბათუმელების პირდაპირ ეთერში. რას ნიშნავს ჩაკეტილის ჭიშკარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში? თქვენ ხართ ადვოკატი, როგორც ჩაკეტილის ჭიშკარი ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს, რომლის ხდომებიც საჯაროა და რომელზეც დასწრებაც იმას შესაძლებელი უნდა იყოს, არ აქვს სურვილი საზოგადოებასთან მოახდინოს ამვალდებულების შესრულება და უზრუნველყოს საზოგადოების წევრების დასწრება იქ. ეს ჩახერგილი ჭიშკარი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ხდება ამ უფლების არამაგზომიერად შეზღუდვა, ჩვენ არ მიგვიღია არანაირი განმარტება იმის თაობაზე, არის თუ არა შევსებული სათანადო დარბაზი, არის თუ არა იქ ადგილი იმისთვის, რომ რამდენიმე მაინც დაიშვას ამ პროცესზე. ჩვენ მივიღეთ განმარტება მანდატურისგან და უსაფრთხოების გამო არ გეშვებთ ეზოში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პასუხად. გამო ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა რაიმე სახის არეულობა შეინიშნება, აქვს ადგილი და ახლა ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ მსგავსი არანაირი არ ხდება, არიან ადამიანები მოსული სასამართლო საქმიანობას რომ ხელი არ შეეშალოსო. მე მაგალითად პრაქტიკაში მინახია ამაზე გაცილებით მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მოცულობა კონკრეტულ რომელიმე პროცესზე, მაგრამ მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა. ეს თავის შინაარსით მიუწვევს იმას, რომ ამ საკითხს უყურებენ როგორც განსხვავებული მიდგომის და აქედან გამომდინარე შემიძლია ვარაუდო, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ საქმეზე გადაწყვეტილების განხორციელება. თქვენ თუ გახსენებათ ჩაკეტილი ჭიშკარი, იგივე ჭიშკარი, რომელიმე სხვა პროცესზე. თქვენ დიდი ხანი მგონი ქუთაისში მუშაობთ, ხო, როგორც ადვოკატი. რამდენი წელია რაც ადვოკატი? 13 წელი. სასამართლოს ჩაკეტილი ჭიშკარი არ მახსოვს. ანუ სააპელაციო სასამართლოში ეს ჭიშკარი, ხო? არც საქალაქოში არ იკეტება და არც სააპელაციოში სასამართლოში ჩაკეტილი ჭიშკარი ძალიან მიუღებელი წევს. ანუ პირველი შემთხვევა როცა ზიამაღლობელი საქმეზე ჩაკეტეს ჭიშკარი, ხო? და აი ეს გაფიქრებინებთ, რომ პოლიტიკური მოტივაციების გამო ხდება ასე, ხო? ეგ მოქალაქეს როგორ შეიძლება შეეღოს? აი თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ, ეხლა ვინც თვალს ადევნებს ჩვენს პირდაპირ ეთერს? იდეაში ის რაც ხდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც რაიმე ფორმით პროტესტში არის ჩართული, რაღაცნაირად ესე მიწოდება ხდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის, თითქოს ეს ეხება მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ყოფხავს არა თქვე, იმიტომ რომ ისინი გარკვეულ ლოიალობას რაღაც ეტაპზე აავლენენ ან თავის სიჩუმით ავლენენ ამ ლოიალობას, მაგრამ
არ არსებობს ვითარება, სოფლიოში არ არსებობს გავსი პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას მიეღო რაღაც გარკვეული ლეგიტიმაცია თავის უკანონო ქმედების და შემდეგ ეს არ გაევრცელებინა ყველას. და ამას თითოეული ჩვენთაგანი მალე ანუ ყველას შეიძლება შეეხოს უსამართლობა თქვენ ამას ამბობ. აუცილებლად თუ ქვეყანაში უსამართლობა გახდება ნორმა, მაშინ ეს ნორმა ყველასთან მივა აბსოლუტურად. გამორიცხულია სხვანაირად. ხედავთ ახლა ამ ტენდენციას, რომ უსამართლობა ხდება ნორმა. მე ერთადერთი რასაც ხედავ ის არის რომ და ბევრ რამესთან ერთად უბრალოდ ის არის რომ ზოგადად ადამიანებმა ჩვენ თითოეულ საზოგადოების წევრებშიც კი უკვე ჩვეულებრივ რამედ იქცა უსამართლო უკანონო მიდგომა და უსაფუძვლო შეზღუდვები და ეს თუ ამას სარჩულად თუ უდევს რაღაცა პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვა და პოლიტიკური ნიშნით უსამართლობა მაშინ ჩვეულებრივი რამ არის ანუ არ არის საზოგადოებისგან აქტიური პროტესტი ამ ყველაფერზე და ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მცდარი პრაქტიკა, იმიტომ რომ არ არსებობს უსამართლობის რაიმე საზღვრის დაწესება, როცა ქვეყანაში არის უსამართლობა, ის უსამართლობა ყველას შეეხება და ჩვენც მალე გავხდებით მაგის მოწმენი. ხოთა მგონი ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ერთგვარად, ხო, როცა თავად სასამართლოს ეზოშიც კი რბობა ეს კანონი. ეს არის ძალიან როცა სასამართლო უნდა იყოს პირველ რიგში მოწოდებული, ხო, კანონის დაცვაზე. გამოხატულია, რომ თითოეული ადამიანისთვის არის ყველა თვალსაჩინო მესიჯი, რა მოხდება ხვალ. ხვალ აქ დღეს აქ განმზია ამაღლობელის გულშემატკივრები და ამ საქმეზე და საქართველოს ამ განვითარებაზე გულშემატკივრები და ხვალ იქნება თავისი ყოფითი პრობლემით, თავისი სიტუაციის მოგულშემატკივრი ადამიანები, რომელსაც იგივე პრაქტიკა გავრცელდება და მათთვის იქნება მე ეს გასაოცარ რატო ხდება და იმიტომ ხდება რომ როცა დაიწყო მსგავსი რამ შენ ჩუმად იყავი და ლოიალობით მიუდექი ამ ყველაფერს და კი ხელისუფლება აბა რასიზმს არა ხელისუფლება არის ხალხი და ეს როცა ეს წაგვართვეს აი მაშინ დამთავრდა ჩვენი პრეტენზიების. დიდი მადლობა თქვენი სახელგვარი შემიხსენეთ. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ადვოკატს და მე ხარ როგორ ვხვდები შეძახილებით უკვე საავადმყოფოდ მოიყვანეს მზია ამაღლობელი მას ხვდებიან შეძახილებით შენობის მეორე მხარეს. ამ შენობას ორი შესასვლელი აქვს სასამართლოს და ერთი შესასვლელი არის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის, სადაც შეჰყავთ ასევე მსჯავრდებულები. ხოლო ეს არის მთავარი შესასვლელი, რომელიც ჩაკეტილია კონკრეტულად მზია ამაღლობელის საქმეზე მოსული ადამიანებისთვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ რომ დაესწრონ მზია ამაღლობელის საქმეს წინა პროცესზე 11 ნოემბერს უკაცრავად არ მიეცა ბევრი ადამიანს საშუალება რომ შესულიყო ამ ცნობათა დარბაზში და დღესაც დაგვყვა ჩაკეტილი ჭიშკარი. ეს ჟურნალისტი ერეკლი ვაჩიბერიძე მოდით მომსმინოთ და არ გვიშვებენ ეზოში. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ხო? რას უკავშირეთ? ან თქვენ თვლით რომ მზია ამაღლობელის გამო შეცვალეს ეს ყოფილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მსგავსი შემთხვევა ჩვენ არ გვინახავს არასოდეს. ყოველთვის შევდიოდით და ესე მოლოდინის პროცესი იყო სააპელაციო სასამართლოს ფოიეში, სადაც ძელსკამები არის განლაგებული და იქ ადამიანს კულტურულად, ცივილურად შეუძლია ჩამოსხდეს და დაელოდოს როდის დაიწყება პროცესი. თუმცა ამ საქმემ გადმოინაცვლა არა დერეფანში, არამედ ჭიშკართან, ანუ სააპელაციო სასამართლოდან რამდენიმე 10 მეტრის მოშორებით ვართ. ესეთ პირობებში მანდატურები გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის შეგვეშვა. და აქედან გამომდინარე თქვენ თვლით და ფიქრობთ, რომ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან 2012 წლიდან აშუქებ, რომ ეს წესი შეიცვალა, იმიტომ რომ ახლა მიდის მზია ამაღლობელის პროცესი და ეს პროცესი ხელისუფლებისთვის როგორც ჩანს ძალიან საინტერესოა, პრინციპულად საინტერესო არის და მის მომხრეებსაც კი გარკვეულწილად გსჯიან ფაქტობრივად, იმიტომ რომ შენობაში შესვლის და იქ დალოდების უფლებას არ გვაძლევს. დიდი მადლობა ირაკლი ვაჩიბერაძე.
ვაჩიპერაძე ჟურნალისტი. ირაკლი ვაჩიპერაძე ჟურნალისტი უსმენთ. ირაკლი ან რო დავაკონკრეტოთ ბოლო პერიოდში რამდენი წელია რაც არ გინახავთ თქვენ ჩაკეტილი ჭიშკარი? მე დაახლოებით 15 წელია რაც პრაქტიკოსი ჟურნალისტი ვარ ნაციონალური მოძრაობის დროს ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ესეთი ჭიშკარი იყო და ჩვენ მაშინ შეჩვეულები ვიყავით ჟურნალისტები რომ შიგნით შესვლის უფლება არ ქონდა მე მახსოვს ოპერატორები ეზოშიც მე მახსოვს ოპერატორები მანდატურებს ეხვეწებოდნენ რომ უბრალოდ ჭიშკრის კარი შეგვიღი არ შევად უბრალოდ შენობის კადრი რომ გადავიხოთ 2012 წლის შემდეგ გაიღო ეზოები გაიღო სასამართლო დარბაზები ჩვენი თავისუფლად შევდიოდით ვაშუქებდით ამ პროცესებს თუმცა 2012 წლის შემდეგ დღეს უკვე არის მეორე შემთხვევა როდესაც ჩვენ არ გვიშვებენ ეზოშიც კი პირველი შემთხვევა ეს იყო 2 დღის წინ როდესაც მზია ამაღლობელის პირველ პროცესზე არ შეგვიშვეს და დღეს უკვე არის მეორე შემთხვევა 2 დღის შემდეგ როდესაც აი ჭიშკარს ადევს უხილავი ბოქრომი აქ იმყოფებიან მანდატურები და როდესაც მათ მოუწოდებთ რომ გვაჩვენეთ კანონის ჩანაწერი რომლის მიხედვითაც გვეზღუდება ეზოში შესვლის უფლება ბუნებრივი ამ ჩანაწერს ვერ გვაჩვენებენ იმიტომ რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს მადლობა ეს ირაკლი ვაჩიპერაძე იყო ჟურნალისტი და ეხლა ჟურნალისტები მოქალაქეები რომლებიც იყვნენ შეკრებილი ამ სასამართლოს მეორე შესასვლელთან რომ დახვედრდნენ მზია ამაღლობელს რომელიც უკვე მოიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში უკვე გადმოინაცვლეს მთავარ შესასვლელთან ჭიშკარი ისევ ჩაკეტილია გავარჯა მე შეგახსენებთ რომ დღეს 14 ნოემბერს გაგრძელდება მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩურის განხილვა ამ საჩურის განხილვა დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 11 ნოემბერს და გაგრძელდება 18 ნოემბერს ამ სააპელაციო საჩურით მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ გამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებელი განაჩენის მიღებას, ანუ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ მიიჩნევას, ხოლო პროკურორები, ამ საქმის პროკურორები თორნიკა გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე, რომელიც შესაძლოა დააწინაურეს მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული განაჩენის შემდეგ და მაგალითად თორნიკა გოგეშვილი გახდა ბათუმის პროკურორის მოადგილე. ისინი ითხოვენ მზია ამაღლობელის დასჯას ისევ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. ეს მუხლი თვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მზია ამაღლობელს კი შეფარდებული აქვს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. მას მის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მზია ამაღლობელი გასამართლა არა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, არამედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. Provide this small court hall where only 24 people can be sitting. But we are now about 40 or something. But the first time when we had this first hearing in the appeal court, we were about 80 people. 2 საათზე უნდა დაწყებული იყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, ახლა უკვე 3:15 წუთია და ჯერ კიდევ არ დაწყებულა საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ეს არის სააპელაციო საჩივარი, რომელსაც მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის მიმართ გამოტანილი გამტყუნებელი განაჩენის შეცვლას გამართლებელი განაჩენით. მე შეგახსენებთ, რომ დღესაც წინა პროცესის მსგავსად აქ მოსულ მოქალაქეებს თუ ჟურნალისტებს, ვისაც სურვილი აქვთ რომ დაესწრონ მზია ამაღლობელის საქმის განხილვას და შეგახსენებთ, რომ სხდომა არის საჯარო. მათ დააქვთ ჩაკეტილი ჭიშკარი, სასამართლოს ეზოს ჩაკეტილი ჭიშკარი.
ხოლო მანდატურები ვერ განმარტავენ, რატომ უზღუდავენ ისინი მოქალაქეებს ამ შემთხვევაში გადაადგილების თავისუფლებას საჯარო სივრცეში, სადაც გადაადგილება შეუძლია შეეძლოს ნებისმიერ პირს, ვინც არ შეუშლის ხელს ცხადია სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერ მოვისმინეთ რამე კონკრეტული დასაბუთება, რატომ უზღუდავენ ისინი აქ მოსულ მოქალაქეებს, რომ ისინი შევიდნენ სასამართლოს შენობის ეზოში. წინასწარმეტყველზე რამდენიმე შუამდგომლობით მიმართეს მზიამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მათ შორის ერთ-ერთი შუამდგომლობა შეეხებოდა იმ ოფიციალური დოკუმენტების დართვას ამ საქმისთვის, რომ რაც შეეხება ნინო სახელაშვილის მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლეს განათლებას, ეს მოსამართლეა შეეხსენებთ, ვინც გამოუტანა განაჩენი მზიამაღლობელს პირველი ინსტანციის სასამართლოში. Ხოლო მოვიდნენ აქ მზიამაღლობელის ადვოკატები, მაია მწარიაშვილს ხედავთ კადრში, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს. როგორც ხედავთ, ადვოკატები უკვე მოვიდნენ. ისინი შეუშვეს ამ ჭიშკარში, როგორც ხედავთ. დასკომა რამდენიმე წუთში დაიწყება. მზიამაღლობელი ასე უკვე მოიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ხოლო შენობის ეზო ისე ჩაკეტილია. უცნობია, რომელ დარბაზში გაიმართება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ამ შენობაში არის დიდი დარბაზი, სადაც სავარაუდოდ თითქმის ყველას შეიძლება დასწრება, ვისაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ. მაგრამ წინა შემთხვევაში სხდომა ჩატარდა 24 კაციან დარბაზში და ამ გულშემატკივრების თუ ჟურნალისტების დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყო სხდომათა დარბაზში. და წინა სხდომაზე 11 ნოემბერს ასევე ჩვენ სხდომა დარბაზში მოისმინეს მოქალაქეებმა მოსამართლე ნიკოლოზ მარგულაშვილის დაპირება, საჯარო დაპირება, რომ შემდეგი სხდომა ჩატარდებოდა დიდ დარბაზში. წინა პროცესზე ასევე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოითხოვა მას ჰქონდა დააყენა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი შუამდგომლობა შეეხებოდა მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლეს განათლებას. ეს ის მოსამართლე, რომელსაც გამოუტანა განაჩენი მზიამაღლობელს პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მას შეუფარდა 2 წლის თავისუფლების აღკვეთა. წინა ერთ-ერთ პროცესზე ნინო სახელაშვილმა დაუდასტურა ადვოკატებს, რომ მას ნამდვილად არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. ამჯერად ადვოკატები 5 თვის განმავლობაში ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას ამ მოსამართლის უმაღლესი განათლების შესახებ, ანუ ითხოვდნენ ნინო სახელაშვილის დიპლომს, იმიტომ რომ თუ კი მოსამართლეს არ აქვს უმაღლესი განათლება, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ უკანონო შემადგენლობამ განიხილა მზიამაღლობელის საქმე. და ეს საჯარო ინფორმაცია მზიამაღლობელის ადვოკატებს არ მიეწოდა როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სადაც მოსამართლის საჯარო განცხადებით მან მიიღო უმაღლესი განათლება.
მე აქვე გეტყვით, რომ მოსამართლეს უმაღლეს განათლების შესახებ მონაცემები უნდა იყოს საჯარო, კანონი თვალისწინებს ამ საჯაროობას, მაგრამ ამის მიუხედავად ეს მონაცემები, ანუ თქვა იგივე ინფორმაცია მოსამართლეს დიპლომის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, არ არის გამოქვეყნებული რომელიმე ოფიციალურ საიტზე და ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც გველაპარაკება თითქოს გამჭვირვალობაზე, რომელიც გამჭვირვალობის გამო მიიღო იგივე რუსული კანონი, ამ დროს თავად საჯარო უწყებები, იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გასცემს მოსამართლის დიპლომის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასევე არის საჯარო ინფორმაცია. მოქალაქეები ისევ ველოდებით, ჟურნალისტები ველოდებით სხდომის დაწყებას, 2 საათს უნდა დაწყებული იყოს ხო, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა როგორც ჩანს, ახლახან შევიდნენ ადვოკატები, ასევე გადმოიყვანეს აქ უკვე მზია ამაღლობელი. მალხაზ თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ ბოდიში გაწყვეტინებს მალხაზ რეხვიაშვილი ჟურნალისტი თქვენთვის რის ნიშანია რა სიმბოლური გამოხატულება დღეს ეს ჩაკეტილი ჭიშკარი ქუთაისის აპელოს სასამართლოს შესასვლელთან აი ხა მეუბნებოდი ჩვენს მეგობრებს ვინც ჩვენთან ერთად არიან ხა შეკრებილები რომ ჩვენ გვაქვს კადრები სიტყვით როგორ გამოდის ნავალნი სასამართლო პროცესზე ჩვენ გვაქვს კადრები სწორხანს გოგორო დაიჭირეს ქუჩაში სიმღერისთვის ის როგორ შეყავთ სასამართლოზე და მისი კომენტარები გვაქვს სასამართლოს დარბაზიდან და არა გვაქვს ზიამაღლობელის კადრები სასამართლოზე ეს რაღაცის ინდიკატორი არის იმის ინდიკატორი ჩვენ რუსული რეჟიმი კი არ გვაქვს უბრალოდ ჩვენ რაღაც ფსკერზე ჩავასწარით უბრალოდ თავიდან იყო ზიამაღლობელის კადრები ეს იყო დასაშვები შემდეგ როცა ამხილეს თქვა იგივე ადვოკატებმა სიცრუეში პოლიციელები ცრუჩვენებებში ამის შემდეგ უკვე შემოვიდა ეს ახალი კანონი დაიხურეს ხომები რისი ნიშანია რომ სასამართლოს მთავარი ფუნქცია რა რომ ადამიანი უნდა იმზოგოდეს რომ სამართალს იპოვის ქვეყანაში სასამართლოს საშუალებით და ახლა ის რაც ამ სასამართლოში ხდება რომ ეს თუ ფართო საზოგადოების იქნება ხელმისაწვდომი ეს იქნება ნიშანი იმის რომ მოქალაქეები დაინახავენ როგორი გამოხრული და გამომპალია სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში და ბუნებრივია არავის არ უნდა მიუხედავად იმისა როგორ რეჟიმსაც არ უნდა აშენებდეს ის ამის ასე ცხადად ჩვენება არავის არ უნდა და ამას ემსახურება ზუსტად ის რომ ადამიანები ხ ჩვენ უნდა დავაშალოთ მართლა ხო რა უსაფრთხოებას იცავენ აი უსაფრთხოების გამო არ გიშვებთ ასეთ განმარტებებს მივიღეთ ჩვენ მანდატორებისგან რომელსაც შეიძლება ქუჩა არა გვაქვს არასწორად გვაქვს გადაკვეთილი აქციებს თუ არ ჩავდით ხო აი რა უნდა დავაშალოთ იქ თან რამდენი 50 ადამიანი ვიქნებით მაქსიმუმ შეკრებილები და რო ჩამოიარო პოლიციის თანაშრომს პოლიციის 20 მანქანავანი შეიძლება დათვალო ხო აი რა საფრთხეს უნდა ვქმნით მაგრამ ეს არის რაღაცა ლეგალისტურად ავტოკრატიის დამყარების ცდილობა რა საჩვენებს ამით მათ შორის სასამართლო სისტემა რომელიც პირველ რიგში უნდა იცავდეს კანონს და კანონის უზენაესობას უნდა სცემდეს პარტიას ხო რაღაც ფორმალურ დონეზე მაინც როცა ეზოში შესაძლოა გიზღუდავენ საჯარო გადაადგილება საჯარო სივრცეში გადაადგილება ეს აჩვენებს ძალიან მარტივ რაღაცას ეს აჩვენებს იმას რომ ხელისუფლებას რომელიც ადგას ავტორიტარიზმის გზას უკვე რამდენი ხანია ყველაზე მეტად ეშინია სიმართლეს. იმიტომ რომ სიმართლე არ იმალება, სიმართლე თავის გასასვლელს ყოველთვის პოულობს და თუ ამ სიმართლეს არ შეზღუდავენ, მათ ექნებათ საფრთხე საკუთარი რაღაცა ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში. ეს ამაზე მეტყველებს მაგალითად ის რაღაც დასკვნა რო გამოსცა საგამოძიებო კომისია რო დაირქვეს და დასკვნა რო გამოსცა წულკიანის კომისია ხო? დიახ და არ ახსენეს ის მედია საშუალებები რომლებიც ახლაც ოპოზიციურები არიან და მაშინაც კრიტიკული მედია საშუალებები იყვნენ. ხო ეს რას ნიშნავს? ისინი ცდილობენ დამალონ სიმართლე, იმიტომ რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სასამართლოში ყველაზე ნათლად ჩანს ხოლმე სიმართლეების მხარესა და სასამართლოში ყველაზე მეტად იმიტომ ცდილობენ ამ სიმართლის დაცვას. რა გამოსდის ივანიშვილს თქვენ დაკვირვებით კრიტიკული მედიის წინააღმდეგ? ბოდიში ვერ გავიგე. რა გამოსდის ივანიშვილს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ? იგივე ზიამაღლობელი საქმის გათვალისწინება. კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბიზნაიონიშვილი დიდი ხანია ბევრ სხვადასხვა გზას იყენებს, მან დაიწყო ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვით და არეგულირა კანონები მაუწყებლებისთვის, გემახსოვრებად სარეკლამო დროების შეზღუდა, მერე შეზღუდა აზარტული თამაშების რეკლამები, ვითომ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის საუბარი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკული მედია მოახერხოს და ეს არის ასევე რუსული სახელმძღვანელო, როგორ იწყებს სამოქალაქო საზოგადოების და წინააღმდეგობის ეგრეთ წოდებული მესაგლასნიხ რასაც ეძახდნენ რუსეთში იმათ განადგურებას ხო იქაც იწყებ NTV-თი იქაც იწყებ მედია საშუალებებით მემორიალით პოლიტიკოსკაიას ყავდა ასე შემდეგ
ეს არის ჩვეულებრივად, რა ვიცი, რომ დაჯდე და სახელები და გვარები და მედიების დასახელებები რომ გამოცვალო რუსეთის თანამედროვე ისტორიაში და ჩაწერო ქართული მედია საშუალებები, სხვაობას ვერ იპოვო. იგივეს ვარ, იმავე. ანუ იდენტური სცენარით მივდივართ ახლა ჩვენ რაც იყო მედიაში. როგორც თავიდანვე რაზეც საუბრობთ, რომ თავარი საფრთხე რა არის ავტორიტარიზმის და სიმართლე ისმოდეს და ჟღერდებოდეს. სად უნდა ჟღერდებოდეს ეს სიმართლე? მედია საშუალებების ეთერებში, სასამართლოს დარბაზებში, რომელსაც მე მედია გააშუქებს, აქციებზე, რომელსაც მე მედია საშუალება გააშუქებს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ თუ მედია არ მოგუდე ამ სიმართლეს, ვერ დააკავებ, ის ყოველთვის ნახულობს თავის გზას ქართველი ადამიანების გულებამდე, ყოველთვის იპოვის სიმართლე მისასვლელს. ამიტომ შენ ცდილობ, რომ მას ხელოვნურად ბარიერები შეუქმნა, მაგრამ არავის არ გამოუვა სიმართლის დაჭერა, იმიტომ რომ როგორც გასროლულ ტყვიას ვერ დააბრუნებო, ჩვენ გამოთქმა გვაქვს, ხო? ისე ნათქვამ სიტყვას ვერ დააბრუნებო. სიმართლე სულ იპოვის თავის მსმენელს და მაინც მიაღწევს აუდიტორიას. მადლობა, ეს მანხაზი რეფერენციშვილი იყო, ჟურნალისტი, თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოსვენოთ კიდევ ერთ ჟურნალისტს. ზომებიდან გამომდინარე, აცხადებენ, რომ არ გვიშვებენ შიგნით. ხე, პირველ რიგში, რამიდან თქვა რა არის განსხვავებული იმასთან შედარებით, რაც იყო 2 თვის წინ, 6 თვის წინ მზიასთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ უკვე ვიმყოფებით ერთის მხრივ იყო დაჩაგრული უსამართლო ასაცის საზაგლით მოგონილი შეთითქმული ბრალდებები დაკავებული. ახლა საქმე გვაქვს გამარჯვებულ წარმატებულ ადამიანთან და ორმაგად მნიშვნელოვანია და ღირებულია ჩვენი აქ ყოფნა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა წარმატებული ადამიანის გვერდში დგომა და გამარჯვებული ადამიანის გვერდში დგომა. გარკვეულწილად არ ვიცი რა იყო ეს ზოგ შური ამოძრავებდა ზოგს რა და ეხლა ჩვენ აქ ვიმყოფებით, მოკლედ იმის ხმა მინდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ყველაზე გამარჯვებულ ადამიანმა, რომელმაც გაიმარჯვა რეჟიმზე და სარგებლობ შემთხვევით ულოცა მზეას ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გამარჯვებაცაა, სხვასთან ერთად, ბევრი ქართველის, ბევრი ჟურნალისტის ერთად, რასაც მზეამ მიაღწია, ეს არ იყო ადვილი და მიხარია, რომ გამარჯვებული ადამიანის გვერდში ვდგევარ და წარმატებული ადამიანის გვერდში ვდგევარ. რატომ აძლევენ მზიამაღლობას ამ ჯილდოებს, ამ პრესტიჟულ ჯილდოებს, იგივე სახაროვის პრემია, რომელიც არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო. თქვენთვის რა გზავნილია ეს და რატომ ხდება ასე? გარკვეულწილად მზეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის შუქურა, რომელიც გვიჩვენებს გზას, ნავსაყიდველს, აით უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიდეთ, რისთვის უნდა წავიდეთ და რატომ უნდა წავიდეთ. და ზუსტად იმიტომ აძლევენ, რომ მზე არის მაგალითი ნებისმიერი პირველ რიგში ჩვენი ჟურნალისტებისათვის, შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებისათვის, ნებისმიერი მოქალაქისათვის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანმა, რატომ უნდა მოიქცეს, ასე და რა გზას უნდა დაასგეს და რა ქმედებები კონკრეტულად უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ პირველ რიგში ქვეყანა იყოს წარმატებული და საზოგადოება ვფიქრობ, რომ შემდგარია ამ მხრივ და რა ვიცი, მზიას მაგალითი ნათელია იმისა, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ასეთი სამოქალაქო გმირობები უდიდესად მნიშვნელოვანია დღეს გარკვეულწილად ცოტა პესიმიზმ შემოპარული საზოგადოებისათვის. კიდევ ერთხელ რომ აიც არაფერი გამოვა, ხო? არა, რასამ. არა, ასე როცა ამბობენ მოქალაქეებიან ამას გულისხმობს ამ განწყობას. ხო, შეიძლება გარკვეულ ნაწილში იყოს ეს გარკვეულწილად პესიმიზმი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხალხს ვსვამ, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით წარმატებული და გამარჯვებული ადამიანის მხარდასაჭერად და ყველას გათვითცნობიერებული აქვს ეს და პირველ რიგში რეჟიმს, რომ მზეამ გაიმარჯვა და მზე არის გამარჯვების სიმბოლო. უკვე დიდი ხანია ხარ ჟურნალისტიკაში, როგორც უკვე რამდენი წელია უკვე? რა ვიცი, 30 წელი თითქმის. თუ გახსენებათ ამ პერიოდის მსგავსი სირთულეები, რა სირთულეებიც ეხლა გვაქვს ჟურნალისტებს და მედიას, ზოგადად კრიტიკულ მედიას ქვეყანაში. ანუ ეხლა არის ყველაზე კრიტიკული ეტაპი. ნებისმიერი სირთულე თავისთავად ჩვენ ვიყენებთ როგორც საწვავს, ვცდილობთ გამოვიყენოთ და ნებისმიერი სირთულე გვაძლიერებს. არ მინდა ახლა ტრაფარეკულად გამოვიდე, რომ რაც არ ყავს ის გვაძლიერებს, მაგრამ ვცდილობთ რომ ესეც გამოვიყენოთ როგორც საწვავი, მაგრამ ძალიან გვიჭირს აშკარად, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგევართ და პირველ რიგში მე ძალიან მწუხვარ, რომ აქტიურად ხელისუფლებამ ერთადერთი რაც შეძლო ჩვენ მხარედ გვაქცია და გამტარუნარიანობა დავკარგეთ. ფაქტიურად სამი მხარე დაყრუდა. ანუ არ გამოუვა თქვენ ფიქრობთ ივანიშვილის მთავრობას, ივანიშვილის დაჯგუფებას კრიტიკული მედიის გაჩუმება და გაჩერება? ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრობთ, ეპოქაში ცხოვრობთ, ძალიან არ არის 30-იანი წლები, როცა ამბავი
ხდებოდა ერთი თვის და ერთი წლის შემდეგ ცნობილი ესა თუ ის ამბავი. ამიტომ ძალიან დაკავშირებული ვართ. აქტიურად მე ვთვლი რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, უბრალოდ ფორმალობა არის, მხოლოდ დარჩენილი ეს ფორმალობა. ახლა ბავშვობაში თუ გითამაშიათ, აი ბოლო ოთახს რომ მიადგები და ურჩხული გამოვარდება და ეს ურჩხული უნდა დაამარცხო. ახლა ბოლო ოთახთან ვართ მისული და ერთი ნაბიჯი დავჭა. ურჩხული უნდა დავამარცხოთ. როგორ უნდა დავამარცხოთ? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის გაზიარებას? სიამაღლობელი, ასე უნდა დავამარცხოთ. ანუ პირადი განსაკუთრებული შეუპოვრობით და პრინციპულობით ადამიანები ქმნიან ისტორიას, ადამიანების ქმედებები ქმნიან ისტორიას. მზია არის ისტორია და მზია ფაქტიურად დღეს არის აი საქართველო, რა დღეში ჩვენ ვართ, ზუსტად ნათელი გამოხატულება იმის და ფიქრობ რომ ძალიან დრო ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. მე ამაში ვარ დაწუნებული. მადლობა, თქვენი სახელი შემახსენე. ვლადიმერ მენაბდე, გურიის მოამბე. ვლადიმერ მენაბდე, დიდი მადლობა ჟურნალისტს უსმენთ ვლადიმერ მენაბდეს. აქ ისე უცვლელია ვითარება, ჩემთვის არ არის ცნობილი, რატომ არ იწყება ამ დრომდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია მაღლობელის საქმის განხილვა. ამ საქმის განხილვა დაწყებული იყო დღის 2 საათზე, ახლა უკვე 3:30-ია, მაგრამ ამ დრომდე არავინ შეუშვიათ აქ უკაცრავად მანდატურებს თავად მზია მაღლობელის ადვოკატების გარდა. ასე უცნობია რომელ დარბაზში გაიმართება მზია მაღლობელის საქმის განხილვა. წინა სხდომაზე, როცა ძალიან ბევრ ადამიანს თუ ჟურნალისტს არ მიეცა საშუალება რომ შესული იყოს ხომთა დარბაზში კი არა და ეზოშიც კი, მაშინ ჩვენ მივიღეთ დაპირება მოსამართლისგან, რომ მორიგი სხდომა, ანუ დღევანდელი სხდომა ჩატარებული იყო დიდ დარბაზში, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ დარბაზში ჩატარდება ეს სხდომა და ასევე ისევ ჭიშკარი დაგვხვდა ჩაკეტილი სასამართლოს ეზოს ჭიშკარი და მანდატურები ვერ განმარტავენ, რატომ არ შეიძლება შესვლა შენობის ეზოში, რომელიც საჯარო სივრცეა ეკუთვნის სასამართლოს, სასამართლო კი წარმოადგენს სახელმწიფოს, რატომ არ შეიძლება ამ შენობის ეზოში გადაადგილება. მე შეგახსენებთ, რომ მზია მაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზია მაღლობელის მიმართ გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას და გამომართლებელი განაჩენის მიღებას, ანუ მზია მაღლობელის უდანაშაულო ცნობას, ხოლო მზია მაღლობელის საქმის პროკურორები ითხოვენ მზიას დასჯას ისევ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, რაც გულისხმობს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. როგორც ცნობილია, მზია მაღლობელს სილის გაწვლის გამო პროკურატურამ ედავებოდა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, ხოლო შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეცვალა კვალიფიკაცია ამ საქმეზე და მზია მაღლობელს მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. პოლიციალა ქათამიძეს მოусმინოთ, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია. საბავშვად აი ამ ჩაკეტილ კარებზე, როდესაც მთავარი მოტივი არის იმისა, რომ დაიკარგოს ბმა საზოგადოებასა და იმ ადამიანის შორის, რომლებიც ყובה დაიყვანეს. რომ რეალურად ეხლა აი ჩემსაც მაგალითად მე რომელიც ყოველდღურად ვცნობი დაკავებულების მოსამართლეების ამოწმების შესახებ ინფორმაციას სახეზე აღქმადი არ არის. არ შეიძლება მისმიერი რომ მოწმეთ მოსამართლეზე შეგვიდეს და ჩვეულებრივად გააგრძელონ ხვალს ეგ ცხოვრება, თითქოს არაფერი უკეთ არ ჩაუდგენიათ დანაშაული ქართული ხალხის, სახელმწიფოს და ადამიანების წინაშე. თუმცა ეს ყველაფერი, რა ვიცი, არსად ქრება, შეინახება და აუცილებლად ადამიანების სამაგალითოდ მაგალითი ხდებიან იმისთვის, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე, პოლიციელი და ადამიანი ზოგადად ამ ქვეყანაში. მადლობა. რის დემონსტრირებას აკეთებს ახლა ამით თქვენი აზრით სასამართლო სისტემა? ცდილობს დაგვაფრთხოს, შეგვაშინოს და რეალურად ისედაც ხომ ძევლად ყავს ადამიანები აყვანი. თუმცა კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს ის მდგომარეობა, რაშიც შიგნით ადამიანები ხვდებიან, იმიტომ რომ წეობის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა გქონდეს დაკავების მომენტიდან, რა ვიცი, ყოველთვის ნაბიჯზე კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს.
გვაქვს რომ მრავალფეროვანი გახადონ, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა მოხდეს შიგნით შეუძლებელია ამბის გამოტანა სიმართლის მტკიცება, იმიტომ რომ რა ვიცი იმ სიმაღლეზე არიან უკვე რომ ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას ახდენენ არა თუ რაღაცა სიმართლეს არ ამბობენ, არამედ ფაქტობრივი გარემოებების სხვა შინაარსს საუბრობენ და შესაბამისად რა ვიცი ნახოთ სანამდე მივლენ, იმიტომ რომ ერთობი და კიდევ მეორებ რომ ჩვენ უფრო გრადები და გამძლეები ყველა იმ ბედურებასთან რასაც ყოველდღიურად ჩადიან, იმიტომ რომ ის რომ აქამდე ვარსებობ და გავართ ამას მოწმობს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ერთი წლის განმავლობაში ახალ სადამსჯელო ოპერაციებს თუ წინ ვსწრებ რაღაცა რეგულაციებს იფიქრებენ და იგონებენ რომ შეგვაშინონ, გაგვაჩერონ და გაგვაჩერონ რას? სიმართლის, ანუ ეს სიმართლე, რომელიც არსებობს და რომელიც რეალურად ამ პროცესს ხელს უწყობს რომ გაგრძელდეს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია აკიდე და იცოდე რომ ჩაგედი ჭიშკარს ეჯადურები, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სიმართლის გარდა სხვა რაიმე ტიპის ძალა, მორალური თუ ფიზიკური მისცეს ადამიანებს. სხვა საწვავი ჩვენ რეალურად არ გვაქვს და ნახოთ სანამ გაგრძელდება ეგ ამბავი. უკვე დაიწყო ცნობის მთავრობა მზიამაღლებელი საქმის, თქვა ცრუმუწმე პოლიციელების ან პროკურორების დაწინაურება, ხო? ბატონი არჩილ ანთაძე როგორც ეირნობდა ბათუმის ბულვარში. ის გახდა ბათუმის ბულვარის დირექტორი. ძალიან მწუხვარ თითეული ჩემი როგორც ბათუმელის სახელით, იმიტომ რომ უშუალოდ ჩემი თვალით მაქვს ნანახი მისი საგმირო საქმეები, რაც ქნა როგორც იქცეოდა და ის არა მხოლოდ არ იმსახურებს რომ ბათუმის ბულვარს თუ რაიმე ტიპის საჯარო უწყებას წარმოადგენდეს, არამედ ეს არის დამნაშავე, რომელიც უნდა იბრძდეს ციხეში, ის არის თანამონაწილე იმ პროცესისა, რომელიც თებერვალში დაიწყო და დღემდე გრძელდება, რომლის უშუალო თვითმფრინავი თანამონაწილე და რა ვიცი, ამ შემთხვევაში ძალიან წუხვარ ამის გამო, თუმცა ამაზე უარესი. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ დაიწყო ამბავი იმით, თქვენ მზიამაღლებელი საქმეება, რომ თქვენ საჯარო სივრცეში გააკარით სტიკერი იფიცება საქართველოს და ამის გამო დაგაკავეს, ხო? ამის შემდეგ მოვიდა უკვე საპროტესტო აქციაზე მზიამაღლებელი. თავარი თანამონაწილე იმ სადამსჯელო, იმიტომ რომ ხა ხომ არსებობს ბევრი ადამიანი იყო და თითეულის ქმედება ახსოვს ადამიანებს, ახსოვს ასევე მე და არჩილი იყო ერთ-ერთი თავარი თანამონაწილე იმ ბედურების და შემოქმედი, რაც მაშინ ახორციელდა. ზოგიერთი იყო უბრალოდ მოწმე, გვერდით მდგომი და ეს შემდეგ იმ ათეულობით პოლიციას შორის, მაგრამ არატონი არჩილი იყო ერთ-ერთი თავარი თანამონაწილე გრიგოლ ბესელიას, დგებუაძის, ათაბეგაშვილის და სხვა ვანაძე არ გავუჩეს. ქოჩავანიძე, რომელიც იყო ირაკლი დგებუაძის მოადგილე. თავარი მოწმე და თავარი შემოქმედი ყველა იმ უკანონობის და ბოროტების, რაც მათ განახორციელეს. მადლობა, აიცია კათამიძე იყო სამოქალაქო აქტივისტი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ვინც ახლა შემოვერთა ჩვენს პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ ჩვენ ხო ვართ ისე ქუთაისის სააპელო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს არ ეძებათ საშუალება, რომ შევიდნენ შენობის ეზოში. ეხლა უკვე სამსაკლია 20 წუთი, 2 ზონი დაწყებული იყო ხდომა ამ დრომდე. გაურკვეველი ამ ხდომის შესახებ ინფორმაციამ ლიანად არის უწოდინრებზე სამართლოებზე და არაკომანდოებზე
ეს არ არის პოლიტიკა. ეს ნებისმიერი ჩვენ განაცხადა. ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი სოციალურ პლატფორმაზე ყველას უნდა ეს სასამართლო საქმეებსაც ნებისმიერ სამართლო ეს არა აქვს არანაირი განცდა იმის პროფესიი უკვე დაიწყო მოქალაქეების შესვლა ქუთაისის სააპარატო სასამართლოში. დათვლით რამდენიო? ისევ 24 კაციან დარბაზში ტარდება სხდომა? მე ვარ პირველი დარბაზში. წადი სამადგილას ოთხჯდებით ხოლმე. ისევ პატარა დარბაზში ტარდება? ისევ ოფიციალური დარბაზი დიდ დარბაზში ისევ იგივე დარბაზი. ეს არ არის პროცესი. ეს არის მოსული სასამართლო. ვის კურიერებთან ხარ? რემონტშია თუ დიდარბაზთან ვარ. რატო არ დიდ დარბაზში რატო არ ტარდება? შეიძლება გითხრათ რამ გამარჯვება გავუკეთოთ? რატომ არ ტარდება დიდ დარბაზში სხდომა? მამუკა მე აქცე მაინც ყურადღება. მამუკა თქვენ შეგიძლიათ რომ გუპასუხოთ? რომ მოგიკითხოთ რატომ არ ტარდება დიდ დარბაზში, რადგან დაპირება იყო თავად მოსამართლისგან რომ დიდ დარბაზში ჩატარდება. არა, გასაგებია თქვენ არის რომ მოგიკითხოთ, რომ ჩვენ შემოგვიშვით რომ მოვიკითხოთ? მაშინ შემომიშვით რომ მოვიკითხო. როგორ? ადვოკატის პრეროგატივაა. არა, სად მოვიკითხო? არა, ადვოკატთან. ვის მითხოთ, მაშინ შეგვიშვით. ხო და ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია. ვისთანაც შეიძლება ამან ანუ ამდა შეგვიშვება ის არის გამოსავალია. რატომ არ შეიძლება? პარკეს მოგა რატომ არ შეიძლება რომ მოგიკითხოთ, რატომ არ იმართება სხდომა დიდ დარბაზში? წინა სხდომაზე იყო მოსამართლის დაპირება, რომ ჩატარდებოდა სხდომა დიდ დარბაზში. რომ არ მიეცა, მაშინაც ბევრი ადამიანი საშუალება რომ დასწრებოდა ამ სხდომას. რატომ არ ასრულდება მოსამართლის დაპირება? რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? გესმით თქვენ? მაშინ შეგვიშვით ჟურნალისტები ვართ, კიდე რომ მოვიკითხოთ პასუხი კითხვაზე. რა გვიპასუხოს? ან მოსამართლემ, ან მოსამართლის თანაშემწემ.
მაგუნარის გამო აიკა. მოიხედე, აბა ერთ წამს რაღაც მინდა. მანდატური. თქვენ ხო მანდატური ხართ და ვალდებული ხართ რომ უპასუხოთ კითხვებს, რადგანაც წარმოადგენთ აბა ის ზურგი რომ მოგიქციო, მაგის ვალდებულება გაქვს? ვერ გავიგე? რა ახსენით, თუ წინასხდომაზე ხო დავკვირდა რომ დიდ დარბაზში იქნება. ხო და რატომ არა? რატო შეუშვით ისე 24 ადამიანი? ხო, ცოტა მერე რა. მოკლედ ასეთია მანდატურების პასუხები ჟურნალისტების კითხვებზე. მოქალაქეების და ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის მეც არ მოგვეცა ამჯერადაც საშუალება რომ დავესწროთ მზიამაღლებელი საქმის განხილვას, სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომლის ეს პროცესი გრძელდება დღეს 14 ნოემბრის ხდომაზე. დაიწყო 11 ნოემბერს. ეს გელამ თიულიშვილია, ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს გაიგოს მანდატურებისგან, რატომ არ ტარდება ხდომა დიდ დარბაზში. აკუმულაცია არ ხდება. სასამართლოში რამდენიმე დარბაზი გაქვს. მზია თან გასაკვირიდან გამოიყარა. მაგრამ რა ახსენე? დიდი დარბაზთან თავისუფალია. მე გადავამოწმე ეს მონაცემები, რომ თავისუფალია დიდი დარბაზი. მხოლოდ სამი ხდომა იყო ჩანიშნული დღეს და უკვე ჩატარდა ორი ხდომა. 80 ადამიანი. დიდი დარბაზი როგორ არ არის? დავიცრო ხილოთ ეგ რა არის? აქ მუშაობ? არა. უკაცრავად. დიდი დარბაზი არ არის სასამართლოში, თქვენ ამბობთ? რატომ არ შეიძლება რომ ეს ჩატარდეს? უწინეს ხდომაზე არ იყო მზიამაღლებელი ამ გისოსებიან ადგილზე, რასაც კონკრეტულად ეძახით. ანუ იმიტომ არ არდება დიდ დარბაზში, რომ არ არის გისოსებიანი ადგილი, თქვენ ამას ამბობთ, კლეტკა როგორც თქვენ ახსენეთ? ეს გითხარით ახლა? ხალხს ეგ საწერია. სასამართლოს აღებას გეგმავდა. თქვენ ხედავთ მანდატურს ზურგით, რომელიც არსემს პასუხს შეკითხვებს და ასევე ამბობს, რომ არ ვარ ვალდებული რომ უპასუხო ჟურნალისტების შეკითხვებს. ხოლო კიდევ ერთ მანდატურისგან ჩვენ მოვისმინეთ პასუხი, რომ როგორ აი გითხარით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით. რა არ მოვისმინეთ? თქვენ არ ბრძანებთ რომ იკლეთ კარ არისო და არ არის ეს სამართლის დარბაზიო? დიდი დარბაზია, თქვენ მათანაში თქვენ არ იგუმანთ. მე ვიცი რომ დამყოფი ვარ დარბაზში. დამყოფი არის იგი ხოლმე წინა ხდომაზე მზიამაღლებელი არ ჩაუსვამთ გისოსებიან ადგილზე. მას მისცა მოსამართლემ საშუალება რომ გამოსულიყო და ადვოკატების გვერდი დამჯდარიყო. არ ვიცი ახლა მაგის გადასაწყვეტი. ანუ როცა არის დაპირება იყო თან მოსამართლეს რო ჩატარდებოდა ხდომა დიდ დარბაზში. ვის მიმართოთ? შეგვიშვით მაშინ და მიმართავთ. ორი ადამიანი შეგვიშვით. თუ არ შეგვიშვით როგორ მიმართოთ? აკედა ხო არ დაუყვირეთ. მეგაფონ ხელმოდით და მიმართეთ. ხო არა პროცესი, კაცო. ასეთია პასუხი მანდატურის მოკლედ. აი, კუ ბათუმის საკალათო სასამართლოში 50 კაცია დარბაზში, შეხედეთ 80 ადამიანი. იმიტომ რომ იქ აქაური ადმინისტრაციის განსხვავებით ცოტა უფრო მეტად ესხოდა. ჩანს ამ საკითხის მნიშვნელობა და აქ მდგომი ადამიანები და სპორტის რაღაც ამბავი. ამ სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც პასუხისმგებლობა მთელ დასავლეთ საქართველოზე განსაზღვრული, როგორც ჩანს, არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი, ცოტა ფართოდ იყურებოდა სამსახურში. ძალიან ტუალეტში არ შემიშვი. ძალიან თქვენ ასრულებთ კი ბატონო ბრძანებას. მუთუ ამხელა ვინმე მენეჯერი ან ვინც პასუხისმგებელია ასეთ ორგანიზებაზე, იმაზე არ ფიქრობს, რომ 20 კაციანი დარბაზი არის აბსურდული. როგორც ხედავთ, დაიწყო მზიამაღლობელის საქმის განხილვა. მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს ისევ არ მიეცათ საშუალება, რომ შესულიყვნენ ხდომათა დარბაზში. მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს არ მიეცათ ისევ საშუალება, რომ შესულიყვნენ მზიამაღლობელის საქმის განხილვაზე. იმის მიუხედავად, რომ ამ სასამართლოში არის დიდი დარბაზი, ეს დაგვიდასტურა ჩვენ ახლახანს
ერთ-ერთმა მანდატურმა ნამდვილად არის დიდი დარბაზი, მაგრამ ის დიდი დარბაზი არ არის განკუთვნილი სისხლისამართლის საქმეებისთვისო, თუმცა მე აქვე ხაზგასმას მინდა აღვნიშნო, რომ როცა არის გამჭვირვალობაზე მაღალი ინტერესი და საჯაროობის ვალდებულება აქვს სასამართლო ხელისუფლებას, რომ სხდომები იყოს გამჭვირვალო და საჯარო და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის, რომ მოისმინოს თუ რა ხდება სხდომა დარბაზში, მით უმეტეს იმ გარემოებებში, იმ პირობაში, როცა იქ ჟურნალისტებს არ აქვს საშუალება გადაიღონ ფოტო ან ვიდეო, ან ჩაიწერონ ხმა, ეს ყველაფერი შეზღუდა ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ. ამის მიუხედავად სხდომა არ ტარდება ასევე დიდ დარბაზში, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება, რომ დაესწროს ამ სხდომას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, რომ დაესწროს სხდომა. თან წინა სხდომაზე, 11 ნოემბრის სხდომაზე, მოსამართლემ ნიკოლოზ მარგულაშვილმა დაპირდა საზოგადოებას, აუდიტორიას, სადაც იმართებოდა ეს სასამართლო სხდომა, რომ მორიგის სხდომა, ანუ დღევანდელი სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდებოდა დიდ დარბაზში, თუმცა ეს დაპირება, მოსამართლის დაპირება არ შესრულდა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სასამართლოს სხდომა და დარბაზში არ არის უზრუნველყოფილი გამჭვირვალობის და საჯაროობის პრინციპი, ასევე შენობის ეზოში კი არ შეგვიშვეს დღეს მზიამაღლობელის საქმეზე მოსულ ადამიანებს, ჟურნალისტებს მათ შორის, ვის უფლებაც ცხადი არავის არ აქვს, იმიტომ რომ არანაირი სამართლებრივი რეგულირება არ არსებობს ამ კუთხით, რომ სასამართლო შენობის ეზოში სრულად დაუსაბუთებლად მანდატურმა ხელი შეუშალოს ვინმეს რომ იქ გადაადგილდეს, თუ კი არ ირღვევა უსაფრთხოების ნორმები და არ ეშლება ხელი სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ აქ როგორც გვითხრეს ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში 10 წლებია, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ ეს პირველი შემთხვევა მზიამაღლობელი საქმე არის, პირველი საქმე, როცა დახურეს სასამართლოს ეზოს ჭიშკარიც კი და ეზოში გადაადგილებაც კი შეუზღუდეს ამ საქმის დასწრებად მოსულ ადამიანებს, მზიამაღლობელის ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს. მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას, აქამდე მიღებული გამტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას და გამართლებელი განაჩენის მიღებას, ხოლო პროკურორები ითხოვენ ისევ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით მზიამაღლობელის გასამართლებას, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოდი ადვოკატს ავიკითხები ასევე იმ ნაწილზე, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ მანდატურისგან, რომ დიდი დარბაზი კი არსებობს, მაგრამ ეს არ არის განკუთვნილი სისხლისამართლის საქმეებისთვისო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მინდა გითხოთ ამ ნაწილზე ჩვენ ახლა მოვისმინეთ მანდატურების განმარტება, რომ დიდი დარბაზიო კი არისო ამ ქუთაისის აპელაციო სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის განკუთვნილი სისხლისამართლის საქმეებისთვისო. რას არის თუ არა ეს არგუმენტი, რის გამოც არ იმართება დიდ დარბაზში მზიამაღლობელი საქმის განხილვა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი ამ ბოლო პროცესზე, მზიამაღლობელი უკვე ადვოკატის გვერდით ისდა შესაბამისად. ის აღარ იყო უკვე გისოსებით განსაზღვრულ ადგილში ამ დარბაზებში და შემოყვანის მეთოდიკაში. არსებითად ვფიქრობ, რომ თუ ისე გაგრძელდება ეს წყობის პროცესი, არ წარმოადგენს კატეგორიულ აუცილებლობას, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ამ ეტაპზე ვერ ვცვლით და ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად აქვთ მათ ასეთი შესაძლებლობა, დისკრეცია, რომ თქვან ასეთი რამ. ნახოთ, ნაწილი მაინც რო შეუშვეს, ესეც კარგი არის და ამ ნაწილის შეშვების შემდეგ მით უმეტეს დაკარგა შინაარსი ან ჭიშკრის ჩაკეტვა, ანუ გამოდის რომ ხო რა გამოდის ეს ჩაკეტილი ჭიშკარი? მასალ თუ ეს ხალხი იყო დესტრუქციული, მაშინ საერთოდ რატო შეუშვეს? თუ დესტრუქციული არ იყო, მაშინ ჭიშკარი რატო ჩაიკეტა? ან თავისუფლად შეიძლება რომ ყველა ადამიანი შესულიყო ეზოში, შესულიყო ფოიეში და შემდეგ იტყოდნენ იგივეს, რომ აი 20 კაციანი დარბაზია და 20 კაციანიც ვერ შეუშვებს. სასამართლოში შესვლასაც აქ თავისი წესები და შესაბამისად ამ წესების დაცვით მოხდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან რთულია ამ ყველაფერს ასე კომენტირება და მადლობა თქვენი სახელზე გვერდით შემოხსენეთ. დიდი მადლობა. გელა.
ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის ქუთაისის აპარატო სასამართლოსთან უკვე იწყება მზიამაღლებელის საქმის განხილვა, როგორც ხედავთ, მოქალაქეების, ასევე ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა საშუალება, რომ დაასწრებოდნენ ამ სხდომას. მოსვენად ასევე ნაზირე ხვიაშვილს, ჟურნალისტს, რომლებზეც ჩვენ ვწერდით თავის დროზე და რომლებზეც ჩვენ ამას აი საზოგადოებას ვაცნობდით ამბებს. მაგრამ ეხა ეს აკეთებენ ამას რაღაცა საჩვენებელი გამოსვლასავით, თითქოს კორუფციას ებრძვიან. სინამდვილეში შიგნით ვერ გადაინაცვლეს რაღაცები და ეხა ვიღაცამ რომ მეტი ფული და ძალაუფლება და შესაძლებლობები მოიხვეჭა, ხო? და გაუტოლდა იმ ერთ ადამიანს, იმ ერთ ოლიგარქს, ეხა ის საფრთხეს შემცველია, ხო, იმისთვის. ამიტომ იმას ჩამართვებს ხო ასე უყურებს ოლიგარქი ყველას. ადამიანებიც და მათ რაც აშრომია ის ქონებაც ოლიგარქის არის, ხო? ასე უყურებს ის მესაკუთრეა. ხო და ეხა დღეს შეცვლის რა როლებს გადაანაცვლებს და კორუფცია გაძარცვეს, ბიუჯეტი ადამიანებს დაამშიეს, გააღარიბებს, ეგეთ ადამიანებს გირაოს უფარდებენ. და მზიამაღლობას უშვებენ და კიდევ 7 წლიან პატიმრობას ითხოვს პროკურატურა, იმის არ ყოფნის 2 წელი რომ იუსაჯეს. ანუ ამ უსამართლობაში დიდხანს ვერ გაჩერდება ქვეყანა. იმიტომ ეს უსამართლობა არის ბოთლიდან გამოშვებული ჯინი. აი მას ვერაფრით უკან ვერ შეაბრუნებ და ყველას აი მეტასტაზივით ყველას შეეხება, ყველას კარზე დააკაკუნებს უსამართლობა. მე ვიცი პოლიციელების კარზეც დააკაკუნებს ეს უსამართლობა და იმ სასამართლოთი გასამართლდებიან ზუსტად, რომელსაც ახლა უჭერენ მხარს. ეს ნაზირე ხვიაშვილია, ჟურნალისტი. ნაზი, ასე მინდა გითხოთ მოსამართლის შესახებ, მოსამართლის უმაღლეს განათლებაზე ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო წესით, მაგრამ ადვოკატებს არ მიეწოდეს ეს ინფორმაცია, ეგ მზიამაღლებელი საქმის შემთხვევაში, როცა ნინო სახალაშვილზე ალაპარაკი, მან მიიღო განაჩენი. მე დიპლომიც არა აქვს, იურისტის განათლებაც არა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რა არ ეწვიან ამ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ხო, მაგრამ ჩემი აზრით მე მაქვს ასეთ დამოკიდებულება. თუ ადამიანი არის პროფესიონალი მოსამართლე, პროფესიონალი პოლიციელი, ღირსება აქვს იმ ადამიანს, ის ადამიანი არ შეასრულებს უკანონო მითითებებს, იმიტომ რომ იმას საკუთარი ღირსება არ მისცემს ამის შესაძლებლობას. ამიტომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ რაღაც ერთი კანონი ამათი მიღებული, ესე კონტექსტიდან ამოგვეჯი. მათ შექმნეს კანონთა მთელი სისტემა, ახალი კანონებითაც და რაღაც დამატებებით ძველ კანონებში და ამით ცდილობენ, რომ ისეთი ადამიანებით დააკომპლექტონ სისტემა, რომელსაც აი ეს რაღაცა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი კი არ მოეთხოვებათ მორჩილება. იმიტომ რომ ჩვენ თუ ხვდები, რომ ის შენი ადგილი არ არის, არ დაგიმსახურებია შენი შესაძლებლობები, შენი ცოდნით, მაგრამ მაინც იქ ხარ, მე უფრო მეტად ცდილობ, რომ თავი მოაწონო იმას, ვისაც ემორჩილები. და მაგ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, შენ ამას კანონს არ ყვევ, არ არღვევ, რას აკეთებ. აი ეს არის ზუსტად, ამიტომ ჭირდება დაბალი განათლების ადამიანები. მადლობა, ეს ნაზირე ხვიაშვილი იყო, ჟურნალისტი, დიდი მადლობა თქვენ. ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის ქუთაისის სააპარატო სასამართლოში შეიძლება რომ შემოვიდე? ერთი ადგილი დამიყავეთ. გელა. ხო და მოვდივარ ეხლა ერთ წამში შემოვა. ვიცი არა ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის ქუთაისის სააპარატო სასამართლოსთან რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის სააპარატო საჩივრის განხილვა, რომელიც დაიწყო 11 ნოემბერს, გაგრძელდება დღეს და როგორც ცნობილია დასრულდება ამ საქმის განხილვა 18 ნოემბერს. ამის შემდეგ მიიღებს ქუთაისის სააპარატო სასამართლო გადაწყვეტილებას. მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის ბათილად მიჩნევას და გამართლებელი განაჩენის მიღებას, ანუ მზიამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას. ხოლო მზიამაღლობელის საქმის პროკურორები ითხოვენ მზიამაღლობელის გასამართლებას პოლიციის თავდასხმის მუხლით, რაც გულისხმობს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის. ეს უმეტეს ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.jį, ინტერნეტ გაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად დაგებრუნდებით სიახლეებით. ალბათ ყურადღებისთვის დროებით. Thank you.